მაკა ბოჭორიშვილია დღეს ჩვენი სტუმარი საღამომშვიდობისა. ქალბატონო მაკა, მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში და ბუნებრივია თქვენთან დღეს ვსაუბრობთ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და რა თქმა უნდა დავიწყებთ მარკო რუბიოს განცხადებით. მოვისმინეთ მე ფრაგმენტებით წავიკითხებ, თქვენც რა თქმა უნდა გაეცნობოდით და მოდით პირველი შეფასება დავიწყოთ იმით რუბიოს განცხადებაზე, რომ იყო ეს ანტიამერიკული მთავრობა და მოხსენიებული საქართველოს მთავრობა თუ როგორ გაიგო ხელისუფლებამ სახელმწიფო მდივნის განცხადება. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში ალბათ ვიდრე რუბიოს პასუხზე ვისაუბრებდეთ, უნდა აღვნიშნოთ კითხვა, თუ რომელიც გაჟღერდა კონგრესში და როგორ იყო ეს კითხვა ფორმულირებული და დასმული. კითხვა, რომელიც დასვა ჩვენთვის კარგად ცნობილმა ჯო ვილსონმა, რომელიც სრულიად დეზინფორმაციულ ნარატივზე იყო აგებული და სრულიად კითხვის შინაარსი, ყველა წინადადება ყველა სიტყვა, რომელიც გაჟღერდა საქართველოსთან მიმართებაში, იყო სრულიად დეზინფორმაციული, ის აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და არც ერთი მის მიერ გაჟღერებული პოზიცია არ შეესაბამება სიმართლეს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ალბათ უნდა შევაფასოთ ის, თუ რა კონტექსტში მოხდა საქართველოს საკითხის ხსენება კონგრესის დღევანდელ მოსვლაზე. ამერიკული ქართული ოცნება ახსენა ვილსონმა თავის კითხვაში და გულისხმობთ, რომ ამის პასუხი მან არასწორი ინფორმაცია გააჟღერა არჩევნებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ხელისუფლებასთან დაკავშირებით. თუ ამას დავსვავთ ასე ვთქვათ კითხვას და შევაფასებთ ვილსონის კითხვას, სად არის ანტიამერიკული ხელისუფლება საქართველოში, ხელისუფლება, რომელიც დღეს სრულ თანხმედრაშია ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტები იდეოლოგიურად რომ შევხედოთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტები. რა თქმა უნდა, როდესაც რუბიოს პასუხს ვაფასებთ, ჩვენ თლიან კონტექსტს უნდა შევხედოთ, რას შეეხებოდა განხილვა, რაზე იყო ზოგადად აქცენტები გაკეთებული. ერთადერთი, რაც შეიძლება ჩვენ დასკვნა გამოვიტანოთ დღევანდელი პასუხიდან, არის ის, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს სწორედ იმ კონტექსტში, როდესაც საუბარი ეხება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს. მთელი მოსმენის და არა მხოლოდ მოსმენის ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ღერძი დღეს ტრიალებს ამერიკის ეროვნული ინტერესების გარშემო და ამაზეა საუბარი. ქალბატონო მაკა, რომ პოზიცია ჩამოყალიბდება მას შემდეგ, უკაცრავად შეგაწყვეტინეთ, მაგრამ ამავე თემაზე ვაგრძელებ. როდესაც ის ადგილობრივ ბიუროებთან გაივლის ამ ყველაფერს, აი ნუ პერიფრაზით გავაკეთო, ეს არის რომ ჩვენ მივმართავთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს, რათა მათ მოგცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება მთავრობას, ანტიამერიკულ მთავრობას რეაგირება. ეს არის ციტირება რუბიოს. აქ ის კიდევ ერთხელ, აქ არის მნიშვნელოვანი, რაზე საუბრობდნენ დღეს, რაზე საუბრობს დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაშინ, როდესაც მან დასვა რეფორმის მნიშვნელობის საკითხი, რეფორმის საჭიროების საკითხი, როდესაც რეალურად მან შეაფასა, როგორც ჩავარდნა საგარეო პოლიტიკური მიმართულების, როდესაც საუბარი ეხებოდა ამერიკის USAID-ის ოფისებს, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო მოქმედებებს, მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ეფუძნებოდა, ასე ვთქვათ, USAID-ის საქმიანობას და USAID-ის მიერ იყო წარმართული. ამაზეა საუბარი. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო მდივანი ახორციელებს რეფორმას და მთლიანად აქცენტი კეთდება საელჩოებზე, საელჩოების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე და ამ მიმართულების გაძლიერებაზე. ამერიკის შეერთებული შტატების, რა თქმა უნდა, ოპოზიციის არასამთავრობო სექტორის ინფორმაციასაც ეკუთვნოდა. გულისხმობს თავად სახელმწიფო მდივნის პროგრამა რეფორმასთან დაკავშირებით. ანუ საუბარი შეეხება თუ რა უნდა იყოს წყარო ინფორმაციის, თუ აქამდე იყო USAID-ის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები, სხვა ორგანიზაციები, აქ საუბარი არის იმაზე, რომ ეს უნდა იყოს საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც აფასებენ ამა თუ იმ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და განსაზღვრავენ საგარეო პოლიტიკას და მიიღებენ მონაწილეობას მის ამ თემაზე მან კომენტარი არ გააკეთა. რა ტიპის კომუნიკაცია, თუ ქონდათ რაიმე ტიპის კომუნიკაცია დღეს ამ განცხადების შემდეგ ელჩთან, ან რა მოლოდინი გაქვთ მაშინ რა ინფორმაციას მიაწვდიან საელჩოები, რომ ეს შეფასება ანტიამერიკული მთავრობა, ვთქვათ, არ დარჩეს შეფასება, თუ თქვენ თვლით, რომ ეს არ იყო ამ მთავრობის მიმართ. ეს შეფასება შეიძლება არსებობდეს საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით. მე არ ვთვლი, რომ რაიმე საფუძველი არსებობს საერთოდ ამგვარი შეფასების არსებობისთვის. ჩვენ სისტემურად ძალიან კარგი თანამშრომლობა გვქონდა და გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როდესაც სისტემურ თანამშრომლობაზეა საუბარი და არ
არსებობს არანაირი საფუძველი ამ თანამშრომლობას დაუსვან კითხვის ნიშანი. გარდა ამისა, 30 წლის განმავლობაში საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ამ რეგიონში არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სანდო პარტნიორი. კი, ეს ამავე განცხადებაშიც მიანიშნა სახელმწიფო მდივანმა, რომ რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის მხოლოდ მაკაბოჭორიშვილის სიტყვები, ეს არის 30 წლიანი თანამშრომლობით დადასტურებული ფაქტი, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ამ რეგიონში არის სანდო პარტნიორი. საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთხელ გაკეთებულა განცხადება და გამოხატულა წუხილი იმ ურთიერთობის უკუსვლასთან დაკავშირებით, რაც ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა და ჩვენ არაერთხელ გამოგვიხატავს მზაობა და იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პერიოდში და პირობებში მოხდება თვისობრივად შეცვლა ამ ურთიერთობების და ამ ურთიერთობების საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების შესაბამისად წარმართვა. ჩვენ რასაც ვხედავთ და რაც დღეს მოვისმინეთ, არის ის, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ არის რაღაც ვთქვათ განხილვის პროცესში, ანუ პოზიციები, რომელიც უნდა კონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენს რეგიონში ამ საკითხებზე მსჯელობენ და ამ საკითხზე პასუხის გასაცემად დღეს სახელმწიფო მდივანი მზად არ იყო და თქვა კიდეც, რომ მას დღეს პასუხი არ ექნება თუ როგორი შეიძლება იყოს ამერიკის შეერთებული შტატების რუბიოს განცხადება, რადგან უკვე მოვისმინეთ შეფასებები და ძალიან ბევრმა პოლიტიკურმა სპექტრმა თქვენმა ოპონენტებმა საზოგადოების ნაწილმა ეს აღიქვა, რომ სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ საქართველოში არის ანტიამერიკული მთავრობა. ამიტომ მინდა რომ კიდე ერთხელ განვიმარტოთ და ამ თემიდან გავაგრძელებ ამერიკასთან ურთიერთობაზე საუბარს. ანუ თქვენ როგორც ქვეყნის საგარეო მინისტრი თვლით და ხელისუფლება თვლით, რომ მას საქართველოს ხელისუფლებაზე ეს არ უთქვამს და სხვა კონტექსტში იყო ნათქვამი. აი ეს რომ განვიმარტოთ და გავაგრძელოთ. მოდით ახლა ვთქვათ მაშინ ქართული საზოგადოების რა ნაწილი აღიქვამს ჯო ვილსონის ასე ვთქვათ კითხვა მთლიანად ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ჯო ვილსონი რას ემსახურება და რას ემსახურება ის განცხადებები, რასაც ჯო ვილსონი აკეთებს საქართველოსთან დაკავშირებით იმ სიხშირით, რა სიხშირითაც ეს ჭირდება ქართული, ასე ვთქვათ, აქტივისტების სიცოცხლეს, ხო, იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი არსებობდეს ამ ქვეყანაში. სხვა რესურსი დღეს ქართულ ოპოზიციას არ აქვს, სხვა რესურსი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც აპროტესტებს იმას, რაც საპროტესტებელი არ არის ამ ქვეყანაში, აღარ არსებობს. ხო, რეალურად დარჩენილები არიან ჯო ვილსონის და მსგავსი საგარეო აქტორების იმედად, რომ გააკეთონ რაღაც განცხადებები, რომელსაც შემდგომ გამოიყენებენ საშინაო დღის წესრიგში ქვეყნის შიგნით პოლიტიკის საკეთებლად, თუ ამას შეიძლება პოლიტიკა უწოდოთ საერთოდ. მაგრამ ფრაზა გაიმეორა რუბიომაც, ამიტომ გეკითხებით, აი ეს რომ განვიმარტოთ, ფრაზა ანტიამერიკული მთავრობა როგორ აღიქვა საქართველოს ხელისუფლება. კიდევ ერთხელ რუბიოს სახელმწიფო მდივნის პასუხიდან დღეს რაც შეიძლება დასკვნა გავაკეთოთ არის ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან და ზოგადად ამ რეგიონთან მიმართებაში პოზიციები ჩამოყალიბებული არ აქვს. ეს არის ის საკითხი, რომელიც განიხილება და ჩამოყალიბდება. ეს ერთი, რაც შეეხება ანტიამერიკულ ზოგადად ხელისუფლებებს და ფრაზას თქვენ თუ დააკვირდით, როდესაც მან პასუხისგაცემა დაიწყო, მან ასე ვთქვათ მინიშნება გააკეთა მისივე გამოსვლაზე კომიტეტის ცოტა ხნის წინ, რაც ჰქონდა კომიტეტზე, ხო, დასაწყისზე, რაზე ჰქონდა საუბარი. საუბარი იყო ამერიკის ეროვნულ ინტერესებზე, ამერიკის ეროვნული ინტერესების დაცვაზე და თუ როგორ უნდა იმოქმედონ, მიუხედავად იმისა, სად რა როგორი ხელისუფლება, როგორი რეჟიმია, ესეც იყო ნახსენები არა საქართველოსთან მიმართებაში, სხვა ქვეყნებთან მიმართებაში დღევანდელ დღეს მოსმენის დროს და როგორი უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები სხვადასხვა ტიპის მთავრობებთან იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები იყოს, ეროვნული ინტერესები იყოს დაცული. კიდევ ერთხელ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებზე საუბრისას, როდესაც სახელმწიფო მდივანი საუბრობს, ხაზგასმით აღნიშნავს ეკონომიკას, ხაზგასმით აღნიშნავს უსაფრთხოებას. ეს ის საკითხებია, რომელშიდაც ასევე სრული თანხwebdriver არსებობს საქართველოს ხელისუფლების ხედვებთან მიმართებაში და წარმოუდგენელია, როდესაც ასეთი თანხwebdriver არსებობს იდეოლოგიური, პოლიტიკური ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, სადაც შესაძლოა უამრავი თანხwebdriver წერტილი გამოიძებნოს
ინტერესების გადაკვეთის წერტილი გამოიძებნოს და თანამშრომლობის საფუძველი არსებობდეს, ამ ხელისუფლებას უწოდო ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, მე ვერ მივიღებ ამ განცხადებად. ეს იყო კომენტარი, პასუხი ჯო ვილსონის დასმულ კითხვაზე და პასუხი, რაც ჩვენ მივიღეთ ამ შემთხვევაში, იყო ის, რომ პოლიტიკა არის შემუშავების პროცესი. არ არის ახმული როგორც ადმინისტრაციის პოზიცია, ვთქვათ, რასაც ჩვენ ველოდებით, რომ მოვისმინოთ იგივე ღია წერილზე პასუხს ველოდით, მანამდე საღდების განცხადებაც ნახეთ, ხო, ანუ ეს არ იქნა ასე აღქმული, ანუ ჩვენ კვლავ ველოდებით, ასე შეიძლება ითქვას ტრამპის ადმინისტრაციისგან კონკრეტულ განცხადებებს. დადასტურდათ, რომ ჩვენ კვლავ რჩებით, ასე ვთქვათ, მოლოდინის რეჟიმში. ანუ განხილვის პროცესია, როდესაც თქვა, ხო, დღევანდელი პასუხით დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, ამდენი ხანია, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში დღესდღეობით არ არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციაში კონკრეტულ საკითხებზე, თუ რა სფეროებში რა ტიპის თანამშრომლობა უნდა არსებობდეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ამას აქვს თავისი ახსნა. დღეს ჩვენ ხედავთ, რითი არის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია დაკავებული. დღის წესრიგში არის ძალიან მნიშვნელოვანი მსხვილი საკითხები, რომელიც გარკვეულწილად შეიძლება საქართველოსთან თანამშრომლობას და ურთიერთობებსაც ეხებოდეს რაღაცა დოზით. გავლენა კონდეს, ხო, იგივე უკრაინა-რუსეთის ომს. ეს არის დიდი საკითხები, დიდ საკითხებზე მიდის, ასე ვთქვათ, მსჯელობა, დიდ საკითხებზე მიდის მუშაობა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პირობებში და რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში ის თუ საქართველოს არ არის ნომერი 1 პრიორიტეტი, ეს არავის არ უნდა გაუკვირდეს, არც ჩვენ გვიკვირს და ველით, ასე ვთქვათ, ზუსტად როგორი იქნება საქართველოს რიგი, ასე ვთქვათ. ეს საქართველოს არ არის ერთადერთი ამ მოლოდინის რეჟიმში. აქ ბევრი საინტერესო, ასე ვთქვათ, მიმართულება გაჟღერდა დღევანდელი მოსმენის დროს, საიდანაც კიდევ მეტად შეგვიძლია ანალიზი გავაკეთოთ და ზოგადად ბოლოდროინდელი განხილვებიდან გამოვიტანოთ დასკვნები, თუ რა შეიძლება იყოს საინტერესო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, სად შეიძლება ვითანამშრომლო და მე დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა და ეს ურთიერთობები შედგება და აუცილებლად მივალთ იქამდე, რომ ჩვენ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე გავაგრძელებთ თანამშრომლობას. თუმცა კაბადომა, ამ ყველაფრის პარალელურად ჩვენ ვიხილეთ მეგობარი აქტის განხილვას გულისხმობ და მოლოდინის მიუხედავად, ყოველ შემთხვევაში მიიღო ამ ქვედა პალატამ, შემდეგ ის არის და შემდეგ უკვე პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით დღევანდელი გამოსვლისაც და მანამდე ურთიერთობების გააქვთ მოლოდინი, რომ ხელს არ მოაწერს, ვთქვათ, ამერიკის პრეზიდენტი მეგობარ აქტს. წინასწარ მე ვერ გავაკეთებ, ასე ვთქვათ, განცხადებებს ამ პროცესთან დაკავშირებით, ამ მეგობარ აქტთან დაკავშირებით საკმაოდ კარგად იქნა ჩამოყალიბებული საქართველოს პარლამენტის პოზიცია, გაკეთდა განცხადება, გაკეთდა პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება, ასე ვთქვათ, ამ აქტთან დაკავშირებით, სადაც ძალიან კარგად ჩამოყალიბდა თუ როგორ ვხედავთ ჩვენ მეგობარ აქტს და როგორ ვხედავთ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებს. როგორ განვითარდება ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე სენატორის მიერაც იყო გაკეთებული შეფასება, რომ მეგობარი აქტი არაფერია სხვა, თუ არა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. ასეთი შეფასებებიც კეთდება მეგობარ აქტთან დაკავშირებით. როგორ განვითარდება მოვლენები, როგორი იქნება, ასე ვთქვათ, ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ამას თავად სენატი გადაწყვეტს. ხო, ეს მოსულში ამაზე საუბრობენ, მოდივად, რომ ორპარტიული მხარდაჭერა აქ ამ დოკუმენტში. დიდი მხარდაჭერით თუ მცირე მხარდაჭერით აქ ჩვენ უნდა ვთქვათ, ჩვენ როგორ ვხედავთ ამ აქტში არის ისეთი დებულებები, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ეს დეზინფორმაციული ნარატივები დაედება საფუძვლად სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთან პოლიტიკის განსაზღვრას, რაც ძალიან სათუოა. და იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ იქნება. თუმცა მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მხრიდან ყოფილიყო ჩამოყალიბებული პოზიცია, ჩვენი მხრიდანაც ქონოდა გამოხმაურება და ჩვენ გვეთქმა ჩვენი სიტყვა და ჩვენი სათქმელი. საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი, ჩვენ არაერთხელ დაგვიმტკიცებია ეს, ჩვენი სურვილი არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ასევე გავაგრძელოთ პარტნიორული ურთიერთობები და ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ჩვენ ამას ყოველთვის ხაზს უსვამთ და ველით თუ როგორი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების
შემხვედრი ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებაში, თუ სად შეიძლება ვითანამშრომლოთ ამერიკის და საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ეხლა აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია საუბრობს ზოგადად საგარეო ურთიერთობებზე და იქ ითქვა კიდეც 1 ცენტი, რომელიც იხარჯება ამერიკის ფარგლებს გარეთ, ეს უნდა ემსახურებდეს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს. შესაბამისად, ხა ბუნებრივია, ეს ბუნებრივი პროცესია, ბუნებრივი განცხადებებია, ნებისმიერი სახელმწიფო გამოდის საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან, არც ჩვენგან არ უნდა გაუკვირდეს არავის, რომ საქართველოს მით უმეტეს დღავს ხელისუფლება, რომლის ერთადერთი მამოძრავებელი ძალა არის საქართველოს ეროვნული ინტერესები და სწორედ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იქნება ნებისმიერი ურთიერთობები, რაც გვექნება ჩვენს პარტნიორებს. ხაბატონ მაგა, აქედან ინფორმაციას, თქვა საელჩოები მიაწვდიან თავიანთ ქვეყანას და აი ითქვა კიდეც რომ ადგილობრივ ბიუროებს დაეყრდნობა თქვა სახელმწიფო მდივანი და ახალი ადმინისტრაცია, მაგრამ კომუნიკაციის და იქ ადგილზე ურთიერთობის სარჩეულობის საშუალება ელჩი, ხო, რომელიც ჯერ დღემდე არ ყავს იქ დამტკიცებული, არადა ვრცელდება ინფორმაცია რომ თითქოს წარდგენილია, რა ხდება ამ მიმართულებით, ანუ საქართველოს ელჩი როდის ეყოლება ამერიკაში და ეს მისცემს თუ არა რაღაც კომუნიკაციის მეტი, ასე ვთქვათ, გაშლის საშუალებას ხოლმე ადგილზე. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ქვეყანასთან დიპლომატიურ ურთიერთობებში საელჩოს და ელჩს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, ჩვენი საელჩოების საქმიანობა და ელჩების საქმიანობა, როდესაც საუბარი ეხება საქართველოს ინტერესების დაცვას ფარგლებს გარეთ. როდესაც ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დაიცავს ამერიკის ინტერესებს საქართველოში და რა თქმა უნდა ჩვენი საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში არის იმისთვის, რომ დაიცვას საქართველოს ეროვნული ინტერესები ამერიკის შეერთებულ შტატებში და არა მხოლოდ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც ჩვენ საელჩოები გვაქვს. ეს არის პროცესი, ამას აქვს თავისი ეტაპები, რა თქმა უნდა, ეს პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ არ დაგვიმალავს, ელჩის კანდიდატურა წარდგენილია და მოველით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დასრულდება ის პროცედურები, რაც სჭირდება ელჩის კანდიდატურის მიღებას და დამტკიცებას და ჩვენ შესაძლებლობა გვექნება რომ საქართველოს ინტერესებს ყავდეს ღირსეული წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებში და იმედი მაქვს რომ ეს მალე მოხდება. კარგით, რაც შეეხება მოდით ევროპაზეც მინდა ვისაუბროთ, არა მხოლოდ შეერთებულ შტატებზე. ევროპასთან ურთიერთობის გადატვირთვაზეც არის საუბარი, ნუ ის რომ ევროპული გზა უცვლელია, ის გაცხადებულად საქართველოს ხელისუფლება მუდმივად საუბრობს და ჩვენ ნახეთ, ვიდრე ამ კრიტიკულ ნაწილზე გადავალ, კრიტიკული განცხადებები კვლავ ისმის საკმაოდ მწვავე ევროპის მხრიდან. ჩვენ ნახეთ ტირანაში ვიზიტი, ალბანეთს გულისხმობ, ნახეთ ეს გასაუბრებები, რაზეც ათასნაირი შეფასება მოვისმინეთ, ოპონენტები თვლიან რომ ეს იყო მხოლოდ პროტოკოლური რაღაც მისალმება, აბა სხვა რა გზა იყო, როგორ უნდა მისალმებოდნენ სხვაგვარად, მოვისმინეთ ხელისუფლების შეფასებებიც, თუმცა თქვენ როგორც საგარეო მინისტრი პირველ რიგში მინდა კითხოთ, ასეთი ტიპის აი გასაუბრება თუ შეხვედრებმა დასვა თუ არა წერტილი ლეგიტიმაციის კუთხით, რაზეც მუდმივად არის საუბარი, რომ საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურია, ვთქვათ იმ დასავლეთშიც გარკვეული წრეებისთვის. ჩემი და რომ ამით დავიწყო და მე რა თქმა უნდა საუბრის დეტალებიც მაინტერესებს. მოდით ასე ვიტყვი, ის რომ საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურია, ეს მოსაზრება არის თავად არალეგიტიმური და ამ მოსაზრებას არსებობის უფლება არ აქვს. საქართველოს ხელისუფლება არჩეულია ხალხის მიერ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა ძალიან დიდმა უმრავლესობამ და ამომრჩეველთა უმრავლესობის უმრავლესობამ გააკეთა ის არჩევანი, რა არჩევანიც გააკეთა. შესაბამისად, ეს არჩევანები ლეგიტიმურია და ლეგიტიმაციას არჩევნებს და არჩევნების შედეგებს აძლევს ხალხი. დემოკრატიის წყარო, დემოკრატიულ სახელმწიფოში, ხელისუფლების წყარო, დემოკრატიულ სახელმწიფოში არის ხალხი, ხალხმა გააკეთა არჩევანი, შესაბამისად, ხელისუფლებას ხალხის მიერ აქვს ლეგიტიმაცია მიცემული. დანარჩენი ყველაფერი, რაც შეეხება საერთაშორისო ლეგიტიმაციას, ეს ყველაფერი არის სპეკულაციები. ეს ყველაფერი არის ოპოზიციის თუ აი პოლიტიკური ძალების თუ აქტივისტების, ასე ვთქვათ, სასულთქმულოდ შექმნილი, რასაც უნდა ვაღიაროთ, რომ გარიან საქართველოს ფარგლებს გარეთ, უცხოეთში, საზღვარგარეთ აქტორები, რომლებიც ამ ყველაფერს ხელს უწყობენ საკუთარი განცხადებებით, საკუთარი ქმედებებით იმისათვის, რომ
ეს არალეგიტიმური მოსაზრება საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არსებობდეს ამ საზოგადოებაში, კვებონ ეს არალეგიტიმური მოსაზრება და რაღაცნაირად გაამყარონ ამა თუ იმ განცხადებით თუ ქმედებებით. ამას არ აქვს არანაირი საფუძველი არც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ თუ არის ეს კითხვები, ამას ქვეყნის შიგნით გვესმის. არ აქვს, ამას არანაირი საფუძველი არ აქვს საქართველოსთან მიმართებაში, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ოქტომბერში დაწერებულ არჩევნებთან დაკავშირებით არსებობდეს რაიმე ლეგიტიმური კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით და კითხვის შედეგი. ერთადერთი რაც არის, საქართველოს შესაძლოა ყავს ის ხელისუფლება, რომელიც ვიღაცას არ მოწონს სადღაც. და ეს არ არის საფუძველი ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით რაღაცა პროცენტს მოსახლეობისას ალბათ არ მოწონს, ხო? ეს ხელისუფლება ბუნებრივია, ეს ასია. მაგრამ არჩევანს აკეთებს უმრავლესობა მოსახლეობის, გაკეთებული ასეთი ძლიერი ლეგიტიმაციით დღეს ევროპაში ბევრი ხელისუფლება არ არსებობს. ასეთი ძლიერი ლეგიტიმაციით, როგორც დღეს ქართული ოცნების ხელისუფლება აქვს, ამას გულისხმობ მოსახლეობის იმ რაოდენობის მხარდაჭერას, რა რაოდენობაც დღეს ქართულ ოცნებას აქვს. არ არსებობს კვლევა, არ არსებობს ციფრი, რომელიც სხვაგვარად იმეტყველებდა ქართული საზოგადოების განწყობებზე. ესეთია ქართული საზოგადოების განწყობა, ასეთია ქართული საზოგადოების არჩევანი და შესაბამისად დანარჩენი არის ყველაფერი სპეკულაცია. ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, საერთაშორისო აღიარებასთან თუ არ აღიარებასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის ერთგვარად მომზადებული ქმედებები საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, საქართველოს წინააღმდეგ. ეს არ დაწყებულა გუშინ, არც გუშინ წინ, უკვე კარგახანია ჩვენ ამ ქმედებებს ვაკვირდებით და გარკვეულწილად ვართ ამ რაღაცა საპასუხო ნაბიჯების გადადგმაში თუ გარკვეულ ასე ვთქვათ ბრძოლებში იმისათვის რომ საქართველოს ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ შეძლოს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა. დღეს პრემიერმა თქვა რომ საერთო აღქმა გვაქვს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ვითარდება პროცესები საქართველოში. მოკლე პასუხი გასცა მაკრონთან გასაუბრებაზე დასმულ შეკითხვას თუ რა იყო მათი საუბრის თემა. არა მხოლოდ მაკრონი, ჩვენ ვნახეთ იქ მეცოლასთან საუბარიც ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ანუ შეგიძლიათ გვითხრათ, მე მესმის რომ დეტალები შეიძლება არ გაგვანდოთ, მაგრამ რა ტიპის საუბრები იყო ეს? თუ დაისვა ის რაღაც კითხვები, რასაც საჯაროდ სვამენ ხოლმე ბრიუსელიდან და რაღაც ევროპელი ბიუროკრატები, როგორც თქვენ უწოდებთ ხოლმე, თუ იყო ეს მხოლოდ რაღაც მართლა მისალმებითი და პროტოკოლური, ანუ რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ საუბრების შესახებ, აი რაღაც რა ტიპის გზავნილები მოვისმინეთ? ასეთი საუბრები მუდმივად ხდება მსგავსი, ასე ვთქვათ, ფორმატების შეხვედრებისას. ასეთი საუბრები მუდმივად მაქვს ჩემს კოლეგა მინისტრებთან, როდესაც მე ვხვდები და მონაწილეობას ვიღებ სხვადასხვა შეხვედრებში და პრემიერ-მინისტრსაც ჰქონდა, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა სწორად ტირანაში, სადაც ევროპის ლიდერები იყვნენ შეკრებილი, ქონოდა საუბარი საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. რა თქმა უნდა, არის, ასე ვთქვათ, აზრთა გაცვლა, გამოცვლა, მაკრონთან დაკავშირებით შეკითხვაც იყო დასმული რაღაც ისეთ კონტექსტში, რომ პრემიერ-მინისტრმა გასცა ის პასუხი, რა პასუხიც გასცა, რომ ჩვენ გვაქვს ერთნაირი შეფასებები საქართველოში მიმდინარე. ეს იყო მოუკლე, ასე ვთქვათ, გაცვლა საქართველოში მიმდინარე ხანგრძლივი იყო ყოველთვის ესე კადრში, როდესაც ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ჩამოსხდნენ, საუბრობდნენ. იყო იმ რაღაც ევროპარლამენტის რეზოლუციაზე მოესწრო, ანუ ამის თქმა მინდა რაღაც ამ თემებზე საუბრება თუ რაღაც ზოგადი იყო ეს. ევროპარლამენტის რეზოლუცია ეს არ არის მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის გარკვეული ინსტრუმენტები, რომელიც გამოიყენება საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა ევროპარლამენტარების და მე მგონი სერიოზულად აღარც არავინ აღიქვამს თავად ევროპაშიც კი ამ რეზოლუციებს. ხო, ყველამ გავიგეთ, რომ ეს არის ერთგვარი ინსტრუმენტი, რომელიც რაღაცა გამოიყენება საჭიროების და მიხედვით ვის როგორ დაჭირდება ეს ამა თუ იმ შემთხვევაში. ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. აქ მნიშვნელოვანი არის თავად მიდგომები, რაც საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს და მივახციოთ ჩვენ უნდა იმ მომენტს, როდესაც ეს ორმაგი სტანდარტი, რასაც დღეს იყენებენ საქართველოსთან მიმართებაში, იმიტომ რომ ეს ვიღაცის ინტერესში შეიძლება შედიოდეს, აღარ იყოს გამოყენებული და აღარ ხდებოდეს საქართველოს, ასე ვთქვათ, საქართველოსთან ამგვარი დამოკიდებულება, ხო? საქართველოსთან დამოკიდებულების ასეთ უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას არ აქვს არანაირი საფუძველი. არ აქვს არავის არანაირი საფუძველი იმისა, რომ საქართველოს მოუწოდოს დაბრუნდეს თითქოს და ევროპულ
გზაზე საქართველოს არსად არ წასულა. საქართველოს აქ არის თავისი სტრატეგიული ინტერესებით, საკუთარი სტრატეგიული სურვილებით, ეს სურვილები არსად არ შეცვლილა, არსად არ გადაწერილა, შეიცვალა დამოკიდებულებები საქართველოსთან მიმართებაში. ასე რომ თუ ვინმეს რამე აქვს შესაძლებელი, ეს არის ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულება. ამ თემებზე საუბარი. იგივე ევროსაბჭოს ალბათ არაკორექტულია, არ არის სწორი, იმიტომ რომ საქართველოს არაფერი არ შეუცვლია, მით უმეტეს, როდესაც საუბრობთ ჩვენს დამოკიდებულებაზე ევროპასთან, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან და ასე შემდეგ. ეს არ არის გუშინ გაჩენილი ქართულ საზოგადოებაში და საქართველოს ხელისუფლების გუშინდელი სურვილი არ არის, ხო? ეს არის ძალიან დიდხნიანი პოლიტიკა, რომელსაც ესე ეტაპობრივად მიყვება ქვეყანა და მივედით რაღაც ეტაპამდე და ამ ეტაპზე ვნახეთ, რომ მიცვლება დამოკიდებულებები საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ და ეს უნდა დავაბრუნოთ ზუსტად იქ, სადაც უნდა დაბრუნდეს და იყოს სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში. აი ზუსტად ამ ყველაფერზე თუ გქონდათ საუბარი, იგივე თქვენ იმყოფებოდით მაგალითად ლუქსემბურგში ევროპის საბჭოს მინისტერიალზე და სიტყვითაც გამოходით. ანუ ბოლო პერიოდში ბევრი ვიზიტი იყო და ამიტომ გეკითხებით, რომ ამ ვიზიტებზე აი ამ პოზიციას საქართველოს გამოთქვამს იქ თუ არ გამოთქვამს და თქვათ როგორია მე საპასუხო რეაქციები, იმიტომ რომ საჯარო განცხადებები საკმაოდ წვავე გვესმის, თქვათ ევროპის ლიდერების მხრიდან ან ასე შემდეგ, ხო, ვისაც ვისმენთ ხოლმე. პირად საუბრებში, გამოსვლებში როგორ ხდება ტრიბუნის გამოყენება და რა საპასუხო რეაქციებს ისმენთ ხოლმე. ხოთაშორის ბოლო პერიოდში ვეღარ ვიტყვით, რომ ბევრი გაკეთებულა ევროპელი ლიდერების მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით და ალბათ სათქმელიც არ არის იმდენი თუ ისეთი, როგორცაც თქვათ ადგილი ქონდა გარკვეული თვეების წინ. თუმცა კვლავ კეთდება, არიან ჯერ კიდევ ევროპელი ლიდერები, რომელთა ინტერესიც არის. მარტა კოსის განცხადება იყო ყველაზე ბოლო, ხო ეხლა? ხო და მე მგონი ლიეტუვა საგარეო. ლიეტუვა დღეს კი, მაგრამ მარტა კოსმა თქვა, რომ ქართულ ოცნებას თავრობა უნდა დაუბრუნდეს ევროპულ გზას, ანუ ისევ ამ რიტორიკაში არიან, ასე ვთქვათ, ასე ლიდერები. ქართულ ოცნებას, ქართული ოცნების ხელისუფლებას, საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს არსად დასაბრუნებელი ანუ ზუსტად ამას საპასუხოდ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ შესაძლებელი არის არა საქართველოს ხელისუფლების კურსი, არამედ შესაძლებელი არის დამოკიდებულება, რომელიც არსებობს მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ არ გვითქვამს, რომ ჩვენ არ გელაპარაკებით თქვენ, ჩვენ არ გვითქვამს, რომ ჩვენ წყვეტ თქვენთან კავშირს. ეს ითქვა გასული წლის ივნისში, რომ ევროპის, ასე ვთქვათ, მაღალ დონეზე დიალოგი გარკვეულწილად შეჩერდებოდა თუ შენელდებოდა საქართველოს ხელისუფლებასთან და შემდგომ უკვე როგორი ინტერპრეტაციები მოყვება ამას ყველაფერს, შემდგომ უკვე ამას როგორ უკავშირებენ გარკვეული ძალები ვითომც და ლეგიტიმაციის პრობლემას, ჩვენ ხო კარგად ვხედავთ, როგორ ხდება მსგავსი გადაწყვეტილებების გამოყენება საქართველოს და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. საქართველოს ინტერესში არ არის არავისთან გაბუტვა და ეს არ არის ჩვენი მოგონილი და ეს არის ჩვენი დაგეგმილი, ასე ვთქვათ, ნაბიჯები. ჩვენ გვიწევს უპასუხოთ იმ ნაბიჯებს, რა ნაბიჯებსაც ახორციელებენ საქართველოსთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ, საქართველო არის ღია, გახსნილი, ყველასთან სასაუბროდ, საქართველოს აქვს ძალიან ლეგიტიმური ეროვნული ინტერესები და ერთადერთი, რასაც საქართველოს საერთაშორისო არენაზე მოითხოვს დღეს, არის სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანასთან. არა ორმაგი სტანდარტით, არამედ სამართლიანი დამოკიდებულება და პატივისცემა იმ ეროვნული ინტერესების, რომელიც არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ერთადერთი, რაც საითაც არის მიმართული საქართველოს ეროვნული ინტერესები, არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა და ეკონომიკური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში უკეთ იცხოვროს ხალხმა. ხელისუფლების სიმართლის დამტკიცება, ასე ვთქვათ, რაზეც თქვენ საუბრობთ საგარეო ასპარეზზე, მეტწილად თქვენი როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის ვალდებულებაა და თქვენი უწყების პრემიერმა ისიც თქვა დღეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ხელოვნური დაბრკოლებები არ უნდა შეექმნასო, ანუ როგორ ზიდავს ამ ტვირთს, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, საგარეო უწყება და როგორ ხედავთ საგარეო უწყების მუშაობას, იგივე საელჩოების დიპლომატიური კორპუსის სწორედ ამ მიმართულებით, რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ აქ საქართველოს არაფერი აქვს ასახსნელი, თქვენი პოზიცია ასეთია და მათ უნდა შეცვალონ, მაგრამ ხომ უნდა დაანახოს, ხო, საქართველოს საკუთარი
საკუთარი სიმართლე, ასე ვთქვათ. საქართველოს დღეს ჭირდება ძალიან ძლიერი საგარეო უწყება, საქართველოს ჭირდება საქართველოს პოზიციების ძლიერად წარმოდგენა საერთაშორისო ასპარეზზე და სწორედ აქეთკენ არის მიმართული ჩვენი საქმიანობაც, რომ გავაძლიეროთ ის შესაძლებლობები მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ, რაც აქვს ქვეყანას, ხო? საქართველოს არ არის ის ქვეყანა, რომ ჩვენ შესაძლებლობა გქონდეს ასობით დიპლომატი განვათავსოთ ერთ მისიაში, სამწუხაროდ ჩვენ არ ვართ ასეთი მრავალრიცხოვანი ქვეყანა, რომ ასეთი დიპლომატიური კორპუსი გყავდეს, თუმცა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ იმგვარად წარმართოთ საგარეო პოლიტიკა, რომ უფრო ეფექტიანად გამოვიყენოთ ის ინსტრუმენტები, რაც ჩვენს ხელთ არსებობს. ქვეყნის შიგნით გქონდეს საკმაოდ მოქნილი საგარეო სამსახური. დღეს ეს არ არის ახალი სიახლე, რასაც მე ვსაუბრობ. დღეს ამაზე საუბრობს აგერ ამერიკის შეერთებული შტატები, იგივეზე საუბრობს ევროკომისია, რომ საჭიროა მოქნილი საგარეო უწყებები. დღეს ძალიან სწრაფად ვითარდება საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე მოვლენები, ძალიან სწრაფად იცვლება სამყარო, ძალიან სწრაფად არის ცვალებადი პოზიციები ქვეყნების, ამას ჭირდება მოქნილი საგარეო სამსახური. თქვენ ამას დაუკავშირეთ რეორგანიზაცია თქვენს უწყებაში, ქალბატონო მაკა, თუმცა მინდა რომ ისე ველჩების თემაზე ვისაუბრო, მაგრამ რადგან ახსენეთ ეს რეფორმა, რასაც მოუხვა კრიტიკა, ბევრი ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების გათავისუფლება, ნაწილი ამბობს, რომ პეტიციაზე ვინც მოაწერა ხელი იმ ადამიანების გაშვება მოხდა. როგორია თქვენი რა ტიპის რეფორმა ტარდება და უკავშირდება თუ არა, ან ხდება თუ არა ძალიან ბევრი თანამშრომლის გაშვება ამ მიზეზით. ან რა არის მათი გათავისუფლების მიზეზი, ასე ვთქვათ? არა, არავინ არ გაშვებულა და არავინ არ გათავისუფლებულა საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ვერც ერთ ფაქტს ვერ მეტყვით. ოპოზიცია მოსულ რეპრესიები დაიწყო, ანუ ჯერჯერობით არავინ საერთაშორისო. ოპოზიცია ბევრ ხო, მათ ბრალდებებზე მინდა მოვისმინოთ თქვენი პასუხი. ძალიან ბევრ ამას ამბობს, მაგრამ როგორც აღმოჩნდება ხოლმე, ყველაფერს არასწორად და უფრო მეტ ტყუილს ვიდრე სიმართლეს. ამ რეორგანიზაციის და რეფორმის მიზანი არანაირად არ არის არც რეპრესიები და არც არავის დასჯა. ამის ფუფუნებაც არ გვაქვს, რომ ჩვენ ასეთი სადამსჯელო ოპერაციები ჩავატაროთ და არც საჭიროება არ არის. სწორედ ასე უწოდა ოპოზიცია. ხო, არ არის ამის საჭიროება, თუმცა ძალიან ბევრი რამ დავინახეთ და ესეც ახლა რომ ვთქვათ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ იმ გამოწვევებზე, რაც დღეს ჩვენი საჯარო სამსახურის წინაშე დგას, მით უმეტეს დიპლომატიური სამსახურის წინაშე დგას, ესეც არასწორი იქნებოდა. უნდა სწორად შევაფასოთ, კი არის გამოწვევები, თქვენ ახსენეთ პეტიცია და პეტიციაზე ხელმოწერა არის გამოწვევა, იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტურად გარედან მართული პროცესი, რომელიც მიმართული იყო ძალიან მიზანმიმართულად სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლისკენ. პირველი შეტევა განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროზე და ამიტომაც მოხდა ის, რომ ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, დაზარალებული უწყება აღმოჩნდა, რომ იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო. ეხლა ჩვენ თვალები დავხუჭოთ და არ შევაფასოთ ის, რაც მოხდა და რაც ხდება, ეს არასწორი იქნება. მაგრამ ეს შეფასება ნიშნავს ამ ადამიანების გათავისუფლებას. არა, რა თქმა უნდა, არა. ჩვენ უნდა კარგად შევაფასოთ, სად არის გამოწვევები, რასთან გვაქვს საქმე, რა ტიპის უწყება არის საგარეო საქმეთა სამინისტრო და გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც გააძლიერებს ამ უწყებას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვერ შევადარებ ვერც ერთ უწყებას, ვერც ერთი ქვეყანა ვერ გააკეთებს ამას. ეს არის განსაკუთრებული ტიპის ორგანიზაცია, განსაკუთრებული ტიპის ინსტიტუტი, რომელსაც ჭირდება ძალიან ბევრი დაცვის მექანიზმი, ფენა, რომელიც პირდაპირ ძალიან ფაქიზი ინსტრუმენტია, იმიტომ რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან გაქვს საქმე. ყველა სიტყვას ემოციას, მიმიკას აქვს მნიშვნელობა, როდესაც შენ ქვეყანას წარმოადგენს საგარეო ურთიერთობებში. აქვს კი ეს ყველა თანამშრომელს გაცნობიერებული, ვინც საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს. ხა იყო ძალიან ბევრი რეპორტაჟებიც გააკეთა, ძალიან ბევრი რაღაც გამოჩნდა. აქედანაც გამოჩნდა ის სისუსტეები, რაც დღეს ჩვენ გვაქვს და ამ სისუსტეებს ჭირდება პასუხი, რა თქმა უნდა, ამას ჭირდება გაძლიერება. კიდევ ერთხელ, დღეს საქართველოს არ აქვს ფუფუნება, თვალი დავხუჭოთ იმ სისუსტეებზე, რომელიც გვაქვს. თუ კი არსებობს პრობლემა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პრობლემას უნდა შევხედოთ, შევაფასოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ. საქართველოს ერთადერთი მიზანი, რაც არის ამ რეფორმის და რეორგანიზაციის პროცესში, არის ის, რომ ხვალ საქართველოს ყავდეს ძალიან ძლიერი საგარეო უწყება.
მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ ყველა ის რესურსი, რაც აქვს ქვეყანას, იმისათვის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები საუკეთესოდ დავიცვათ საგარეო ასპარეზზე. პატარა ქვეყნებისთვის არ არის მარტივი, თუმცა შეუძლებელი არაფერი არის და ამიტომ მე მადლობელი ვარ იმ ადამიანების, ვინც დგანან ამ პროცესში ჩემ გვერდით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ ერთად. და ქაბატონო მაკა, თქვენ თვითონ იცვლება რაღაცები იგივე დიპლომატიაშიც და ნამდვილად იცვლება ელჩების და დიპლომატების მიდგომებიც, ამ შემთხვევაში მინდა გადმოვიდე ჩვენთან აკრედიტებულ ელჩებზე, რომელთა კრიტიკაც ხელისუფლების მხრიდან ხშირად ისმის, მაგრამ ასევე გვესმის მათი მხრიდან და გერმანიის ელჩი მინდა მაგალითად მოვიყვანო და დავსვა კითხვა, რაღაც მართველი ძალა მან თქვა აღწელებს დეზინფორმაციას ევროკავშირის წინააღმდეგ დამგზით ევროკავშირში ქვეყანა ვერ გაწევრიანდება და პიტერ ფიშერს თავის მხრივ საჯაროდ აკრიტიკებენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე ვთქვათ დეპუტატები, უმრავლესობის წევრები, მაგრამ თუ კი მიიჩნევს ქვეყანა, რომ ელჩის მოქმედებები არის ვთქვათ არასწორი, მიზანმიმართულად, რატომ არ ხდება უკვე საგარეო უწყებაზე მაქვს კითხვა, ვთქვათ მისი დაბარება. ადრე ხო იყო ხოლმე რაღაც დაიბარებდნენ ქვეყნის წარმომადგენელს ახსნა გარმართებისთვის, გადასცემდნენ ნოტას. რატო არ არის საგარეო უწყებიდან რეაგირება, თუ კი ასე თulis საქართველოს ხელისუფლება, რომ რაღაცა კრიტიკის ობიექტი უნდა გახდეს ესა თუ ის ელჩი? ლეგიტიმური კითხვაა, ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ძალიან ღიად ხედავს დიპლომატების ძალიან ხშირად ისეთ ქმედებებს, რომელიც არანაირად არ ჩდება ვენის კონვენციის ჩარჩოებში. ხო, მით უმეტეს თუ ამბობთ, რომ კონვენციას არ ღვევენ, ეს უნდა მეკითხა ზუსტად. ცილდება აბსოლუტურად იმ სტანდარტებს, წესებს, იმ სულისკვეთებას, რომლითაც არსებობს ქვეყნებს შორის ურთიერთობები და როგორც უნდა იმართებოდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები. ასეთი ფაქტების მომსწრეები ვართ ჩვენ დღეს და ვუყურებთ. ზოგადად საგარეო ურთიერთობები ძალიან ფაქიზი თემაა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ ავყვეთ, ასე ვთქვათ, ისეთ პროვოკაციულ ქმედებებს, რასაც დღეს ადგილი აქვს ჩვენს ქვეყანაში და ძალიან ხშირად დიპლომატებიც გამოიყენებიან ასეთი, ასე ვთქვათ, ქმედებების განსახორციელებლად და მაქსიმალურად მოზომილი რეაქციები გვქონდეს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში ჩვენ ვუფრთხილდებით ქვეყნებთან ურთიერთობებს. დღეს შეიძლება არსებობდეს ასეთი ადამიანი, ან იმგვარი ადამიანი, რომელიც ასე მოქმედებს თუ სხვაგვარად მოქმედებს. ჩვენთვის საბოლოო დიდ სურათში მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, არის გავუფრთხილდეთ იმ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ ჩამოყალიბებული გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ამ ურთიერთობებს ჭირდება გაფრთხილება. ის თუ ვინმე მოქმედებს არასწორად, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენც აუცილებლად უნდა გვქონდეს არასწორი პასუხები ამასთან დაკავშირებით, ან ვიჩქაროთ პასუხების გაცემა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვაკვირდებით, დავასრულებთ შეიძლება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვაკვირდებით. რა თქმა უნდა, რაც არ არის მოსაწონი, არ მოგწონს და რა თქმა უნდა, ამას შეიძლება ჭირდებოდეს ხშირად რეაქცია. ხშირად ეს რეაქცია შესაძლოა მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური იყოს, ადეკვატური, რომ გქონდეს ასეთ ქმედებასთან რეაქცია, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოზომილი პასუხები გქონდეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ გავუფრთხილდეთ ურთიერთობებს ქვეყნებთან. და რადგან ფიშერი ვახსენეთ, როგორ იყო თქვენი და რა შეფასებას გააკეთებთ დიპლომატზე თავდასხმის ფაქტზე, როდესაც ვნახეთ თქვა ბათუმში, სიტყვიერ თავდასხმას გულისხმობ, რა თქმა უნდა, და ამას თქვენი ოპონენტების მხრიდან მოყვა შეფასება, რომ იყო ხელისუფლების მიერ წახალისებული ადამიანების ქმედება. თქვენ როგორც საგარეო მინისტრი, რა შეფასებას მისცემთ იმ ფონზე, როდესაც თქვა აკრიტიკებთ ელჩებს, ხო, ევროკავშირის ელჩსაც ყოფილა, მაგრამ ეს არის განცხადებების დონეზე და ისინიც კი ამბობენ ხშირად, რომ ეს ანტიდასავლურ რიტორიკას მიმართავს ხელისუფლება, მაგრამ სიტყვიერი თავდასხმა ქუჩაში უკვე ეს პოლიტიკა თავდასხმა ზოგადად არავიზე არ არის მოსაწონი, არავიზე არ არის, რა თქმა უნდა, ვერავიზე ვერ წავახალისებ ან გავამართლებ იმ ქმედებას, რომელიც შეიძლება მიმართული იყოს ვიღაც არ აქვს მნიშვნელობა ვის წინა მით უმეტეს, როდესაც საუბარი ეხება დიპლომატს და დიპლომატიური სტატუსის მქონე ადამიანს, მაგრამ ზოგადად ისევ და ისევ თავდასხმას, როდესაც საუბრობთ ამაზე, სტატუს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის და რა თქმა უნდა ეს არის მიუღებელი. მაგრამ სამწუხარო ფაქტი არის ის, რომ რაღაცნაირად დიპლომატიური კორპუსიც ახალისებს ჩვენ ზოგიერთი წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, ყველაზე მე ამას ვერ ვიტყვი, თავისი ქმედებებით ახალისებენ სწორედ მსგავს ქმედებებს ჩვენ საზოგადოებაში. თავდასხმებს, რიტორიკას, თურმე სიძულვილიც არ ყოფილა, თურმე რაღაც ცუდი და ლეგიტიმური ყოფილა სიძულვილი და სიძულვის გამო რადიკალიზმის ლამის გამართლონ, ხო? ამ ყველაფერს გარკვეულწილად
ზოგიერთი საგარეო აქტორის ქმედებები ახალისებს ჩვენ საზოგადოებაში და რაღაცნაირად ნორმად აყალიბებს ამას, რომ თურმე შეიძლება რაღაც შვილებთან ერთად სადღაც მყოფ დედას თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენო, იმიტომ რომ შენ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები გაქვს. ეს არ არის ევროპული საზოგადოებისთვის მიღებული პრაქტიკა, ხო? ამას ნუ გაგვისაღებენ ჩვენ ევროპულ ფასეულობებად. ეს არ არის ის რა ფასეულობებისთვისაც ევროპა იბრძოდა და რა ფასეულობებისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. პირიქით, ყველა განსხვავებული აზრი უნდა იყოს, პატივცემა უნდა ამას, ხო? და შენ როდესაც შენ არ გაქვს უფლება, თუნდაც არ გვაქვს უფლება, რომ გქონდეს ეს მოსაზრებები, ამის ახალისება არ შეიძლება. ძალიან სამწუხაროა, რომ გარკვეულწილად საგარეო აქტორები და მათ შორის ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებული ზოგიერთი დიპლომატიც აქტიურად იღებს მონაწილეობას სწორედ იმ სიძულვილის კამპანიის ახალისებაში, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს ქართულ საზოგადოებაში და საქართველოში და ეს არის ძალიან სამწუხარო. და მე რაღაცნაირად თავად ხდებიან ამ ყველაფრის მონაწილე და ძალიან სამწუხაროა კიდევ ერთხელ რომ თავად მასზე განხორციელდა ესეთი აქტი, რომელიც მიუღებელია, თუმცა არ უნდა ხდებოდეს მსგავსი მიდგომების ახალისება არავისთან მიმართებაში. კარგი, და მინდა კიდევ ერთი სანქციებზე მოვასწრო, ჩვენ დროინდელმა იწურება. რაც შეეხება სანქციებს, აი გერმანია ვახსენეთ, დღეს ლიეტუვის განცხადებაც იყო საგარეო საქმეთა სამინისტროსი, თქვენც ახსენეთ წეღან, რომ აღარ გავუყვე დეტალებს და ლიეტუვაც და ბალტიის სხვა ქვეყნებიც არიან მათ რიგებში, ვისი მხრიდანაც სანქციები დაწესდა, ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ასე შემდეგ. თქვენ თქვით, რომ ეცდებით, რომ რაღაც თქვენი სიმართლე დაანახოთ, ამ ყველაფრის გადატვირთვამდე მივაქვეყანა, შესაძლოა, რომ სანქციების უკან გაწევაც შესაძლებელი გახდეს. ანუ მოლოდინით უკვე ურთიერთობები დაალაგდა დასავლეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, იქნება საქართველოს მხრიდან დაყენებული სანქციების მოხსნის საკითხიც, იმიტომ ვიხილეთ სხვა ქვეყნების შემთხვევაში, რომ სანქციების გაუქმება შესაძლებელია ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან და დღის წესრიგში დადგა. კი, ყველაფერი შესაძლებელია, აგერ ვნახეთ, რომ სირიას მოუხსნეს ყველანაირი სანქცია. ისტორია და სუგულისმა. ყველაფერი შესაძლებელია. მთავარი აქ არის სანქციაც ხო ინსტრუმენტია, ანუ ინსტრუმენტი არის რაღაცის ინსტრუმენტი. ხო, ინსტრუმენტი ამ შემთხვევაში არის იმ ზუსტად იმ ორმაგი სტანდარტის პოლიტიკის საქართველოსთან მიმართებაში, რასაც ჩვენ ვაწყდებით პარტნიორების მხრიდან. იმ არასწორი პოლიტიკის და უსამართლო დამოკიდებულებების ჩვენ ქვეყანასთან. აქ შესაძლებელი არის ეს, რა დამოკიდებულება იქნება საქართველოსთან მიმართებაში და რამდენად დასჭირდება ვიღაცას საქართველოსთან კონდეს ასეთი არასამართლიანი დამოკიდებულება და შემდგომ უკვე არასამართლიანი ინსტრუმენტების გამოყენება. ახლა რანაირად შეიძლება აღვიქვათ ჩვენ ეს სამართლიანად, როდესაც ასანქცირებ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს რაღაცისთვის, როდესაც აგერ ხედავ, რომ ბევრად უფრო საშინელი რაღაცეები ხდება, ძალიან ცუდი რაღაცეები ხდება მსოფლიოში და რეაგირება არის ნული. ამ შემთხვევაში რეაგირებს სანქციები კი არა, განცხადებასაც ვერ აკეთებენ ზოგიერთ შემთხვევაში ბევრად უფრო მძიმე განვითარებებზე. საქართველოს შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება მაშინ, როდესაც იცავს ის ქვეყანაში უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კი დემოკრატიული პროცესი დაიცვას ქვეყანაში, შენ ეუბნებოდა იმას, რომ შენ დემოკრატიის წინააღმდეგ ხარ და დემოკრატიული ხელისუფლება არ ხარ, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული და არასწორი შეფასება და არასწორი დამოკიდებულების გამოვლინება. ეს არის შესაძლებელი. მთავარი არის, რომ პარტნიორების მხრიდან საქართველოსთან დამოკიდებულება იყოს სამართლიანი და არ იყოს ისეთი უსამართლო, როგორცაც დღეს ვხედავთ და შემდგომ უკვე სანქციები და მსგავსი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, თავისით ჩადგება, ასე ვთქვათ, თავის ადგილზე დადგება. და არ შემიძლია არ გითხოთ რუსეთთან მიმართებაში ურთიერთობას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ დიპლომატიური ურთიერთობა არ გაგვაჩნია და არ გვაქვს ასე ურთიერთობა, თუმცა ჩვენ ნახეთ სერგეი ლავროვმა წლის დასაწყისში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ინიციატივის 3+3 ფორმატის მოლაპარაკებებში მიიპატიჟა საქართველოს და განაცხადა, რომ საქართველოსთვის ადგილი კვლავ ხელმისაწვდომი რჩება, უბრალოდ ვაჯამებ ხა მათ იმას. ამას გარდა მან თქვა, რომ პირველი კონტაქტები ქართულ მეზობლებთან უკვე შედგა, ეს იყო იანვრის თვეში. ერთი თვის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა თქვა, რომ მიუხედავად პოლიტიკური ასეთ სხვადასხვაობისა და დიპლომატიური ურთიერთობების არ ქონსა, ჩვენ ვაყალიბებთ ორმხრივ ურთიერთობებს, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთხელსაყრელობის გზით. ამ მიმართულებით დიალოგი ხორციელდება. რა ტიპის დიალოგზე საუბრობს
რუსეთი, თუ შეიძლება ასე ითქვას და ამ შემთხვევაში სერგეი ლავროვი და არსებობს რაიმე ტიპის კონტაქტი, კომუნიკაცია, ну თქვენი უწყების მხრიდან ოფიციალურად შესაძლოა არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ უშვებ თუ არა რომ შესაძლოა მათთან რაიმე ტიპის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა ან რა წინაპირობით განიხილავთ ამას. რუსეთთან საქართველოს არ აქვს. რადგან თქვენ რუსი კოლეგა ამბობს რომ არის ეს კონტაქტები, დიპლომატიური ურთიერთობები და ამ მდგომარეობას აქვს ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი საფუძველი, რატომ ვართ ურთიერთობების ამ ფაზაში, ხო, როდესაც ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები. რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონი დღესაც არის ოკუპირებული, დღესაც იქ უკანონოდ იმყოფება რუსეთის სამხედრო ძალები და შესაბამისად ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელი მდგომარეობა. თუ კი ეს შეიცვლება, რა თქმა უნდა, შეიცვლება ურთიერთობებიც რუსეთის ფედერაციასთან, ხო? ამ შემთხვევაში ოკუპაციის შემდეგ შესაძლოა რაიმე ტიპის ურთიერთობაზე იყოს საუბარი. ეს რის გამოც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს რუსეთის ფედერაციასთან, ხო? ბუნებრივია, როდესაც ეს საფუძველი აღარ იარსებებს, ბუნებრივია, შეიძლება ვისაუბროთ უკვე დამოკიდებულებების შეცვლაზე, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც გრძელდება რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების ოკუპაცია, რა თქმა უნდა, დიპლომატიური ურთიერთობების სტატუსის შეცვლაზე საუბარი ალბათ ზედმეტი იქნებოდა, ხო, ჩვენი მხრიდან. მაგრამ არსებობს ხო ფორმატები, სადაც ჩვენ საუბრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს, ახლა მე ვერ დავარქმევ, რომ ძალიან წარმატებულია ჟენევის ფორმატი, თუმცა მნიშვნელოვანი ფორმატია. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვსაუბრობთ ჩვენს პრობლემაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იმისათვის, რაც კი ჩვენს ხელში არსებობს, იმისათვის, რომ ეს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში იდგეს და გავაგრძელოთ ამაზე საუბარი და რა ვქნათ, ვეძიოთ მშვიდობიანი გადაჭრის გზები ამ კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიანი გადაჭრის გზები. ეს არის მთავარი მიზანი საქართველოსთვის, ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა, რომ საქართველოს გაერთიანება მოხდეს და გაერთიანება მოხდეს, ასე ვთქვათ, სამშვიდობო პოლიტიკის საფუძველზე და შემდგომ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ სხვა, ასე ვთქვათ, დამოკიდებულებებზე რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკა არის უცვლელი, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი დღეს წარმოუდგენელია. მადლობა დიდი და ბოლოს მინდა გკითხოთ 26 მაისი მოდის, იქნებიან თუ არა დამოუკიდებლობის დღეზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ხდება თუ არა ამ დღეს ასეთი ტიპის აღნიშვნა და წელს თქვა იქნებიან თუ არა ისინი მიპატიჟებული თუ ამ ურთიერთობების ფონზე, ასე ვთქვათ, არ ვიცი, არ დაესწრებიან ისინი. ხო, ეს რა თქმა უნდა ერთი ამოწევა, მეორე ამოწევის მიღება, ეს არის ეროვნული დღესასწაული, მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის, ნებისმიერი დამოუკიდებელი ქვეყნისთვის ეროვნული დღესასწაული არის მნიშვნელოვანი თარიღი და რა თქმა უნდა, ის ვინც იზიარებს ჩვენთან ერთად ამ ზეიმს, მოველი რომ ის იქნება ჩვენთან ერთად და დარწმუნებული ვარ, ასეთები ბევრი იქნებიან. ძალიან დიდი მადლობა რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს.